პირველ რიგში გილოცავთ კიდევ ერთხელ საქართველოს ნაკრების კარგამოსვლა მსოფლიო თასზე. მოკლედ რომ გითხრათ მომავალ 4 წელში ყოველწლიურად რა იქნება საქართველოს ნაკრების მიზნები? Well, obviously, our goal with the next World Cup in mind is to მომავალ მსოფლიოს თასზე უნდა ვცადოთ და ისევ მოვიპოვოთ ავტომატური კვალიფიკაცია 2023 წლის ტურნირისთვის. მაგრამ ვეცდებით უფრო მაღალ მიზანს შევწყვეტეთ და მეოთხე ფინალში გავიდეთ. ეს პროგრამა მაქსიმუმი იქნება, ამისთვის უდიდესი შრომის გაწევა დაგჭირდება. 2019 მუშაობა გერმანიასთან მატჩით იწყება. უნდა დავამტკიცოთ, რომ იმ დონეს ვინარჩუნებთ, რაც მსოფლიოს თასზე ვაჩვენებთ. ამას გარდა შინ ახალ სეზონში პირველად თამაშობდა გულშემატკივარი ჩვენი ოჯახები და მეგობრები კარგი თამაშის მოლოდინში არიან. We want to make sure that this game against Germany we play well, we continue our standards and we build on them from the World Cup. And it's the first time that we're playing in Georgia since the World Cup. So again, our fans and our families and our friends want to see us play well here in Georgia. Well, I think that'll be a natural process as the 4 years goes past. I think each year you'll see more young players being ეს მუდმივი ბუნებრივი პროცესია. მომდევნო 4 წლიან ციკლში ნაკრებში არაერთ ახალგაზრდა მორაგბეს იხილავთ. 20 წლამდელთან რამდენიმე წევრმა უკვე მიაღწია იმ ასაკს და კონდიციას, რომ დიდ ნაკრებში შანსის მიცემას იმსახურებს. So again, we think that they've got a big future. მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატამდე 5-10 ახალბედა მორაგბე დაიმკვიდრებს ალბათ თავს ნაკრებში და ეს ძალიან გვახარებს. As we go through the next 4 years, you'll see, between another sort of 5 to 10 young players get an opportunity to play for the national team, which is good for us. შევეხეთ ახალგაზრდა მორაგბეებს, როგორ ფიქრობთ მომავალი 2-20 წლამდელთა მსოფლიო თასი რამდენად წაადგება ქართულ რაგბს და რამდენად წინ წასწევს მას? The first thing about that is that it's very important for Georgia 216 and 217 in terms of the World Cups and our teams, our under-20s playing in them. It's going to be a massive experience. რომ ამ ორასაკობრივ მსოფლიო თასს ჩვენი 20 წლამდელებისთვის და მთლიანად ქართული რაგბისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ბიჭები პლანეტის საუკეთესო გუნდებს უნდა ეთამაშონ და იმას, რომ ინგლისს, ავსტრალიას და ახალ ზელანდიას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიათ, უდიდესი შრომა დასჭირდება. They're going to be well coached. მათ ილია მაისურაძე წვრთნის და მასთან ერთად კარგი პროგრამა გვაქვს მომზადებული. წელს მანჩესტერში გამგზავრება ხომ უდიდესი мотиваციაა, მაგრამ გაიცათ საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა საერთოდ ფანტასტიკური მოვლენა იქნება. Manchester in England, and then next year for us to host the tournament, it's going to be absolutely fantastic for rugby here in Georgia. რა არის ძირითადი განსხვავება ახალგაზრდა მოთამაშეების უნარებს შორის, სარაგბო უნარებს შორის საქართველოსა და ზელანდიაში და პირველი ნაბიჯი თუ რას უნდა მიაღწიო ქართულმა მორაგბეებმა? Yeah. Well, the first thing about that is New Zealanders grow up with the game of rugby. So at the age of 5, they're playing with a rugby ball, they're kicking it around, they're passing it around. ახალ ზელანდიაში ბავშვი თავიდანვე რაგბის სამყაროში იზრდება. 5-6 წლის ასაკიდან ბურთით თამაშობს, პასებზე ვარჯიშობს და ფეხს ურტყამს. იქ ეს იმდენად ბუნებრივია, რომ რეფლექსების დონეზე ვითარდება. Younger players, we're doing similar things. We're teaching them the basics of catch pass, the understanding of the game. But again, it's just it's a time. ახალგაზრდა მორაგბეს იქ უბრალოდ თამაშის სწორ ხედვას ვასწავლით. ამ მხრივ მდგომარეობა საქართველოშიც გაუმჯობესებულია. მე 2012 წელს ჩამოვედი და ამ 4 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. მეც და ამ პროცესში ჩართულ ყველა მწვრთნელს ეს ძალიან გვახარებს. Massive improvement from the first year I was here in 2012 to now. I watch our players, some of our young players, and really they're like watching New Zealanders play, and that's pretty exciting for me, and pretty exciting for all the coaches involved with coaching these young men, and that's our plan is just to continue coaching the basics and coaching the skills of how to play rugby and understand rugby. ვიცი რომ თქვენ საქართველოში და ჩემპიონატს ადევნებთ თვალყურს. თქვენი აზრით ახლა რა დონეზე არის საქართველოში და ჩემპიონატი და პირველ რიგში რა უნდა გაუმჯობესდეს იმისთვის რომ შემდეგი ნაბიჯი გადაიგას წინ? I mean the level's improved certainly in the last 4 years since I've been here massively. I think the next step for most top teams in the country is to have
სიტუაცია ამ ხრივაც გაუმჯობესებულია, თუმცა იმისთვის, რომ ძლიერი ნაკრები გყოდეს, საქართველოს შიდა პირობამ ზრდა არ უნდა შეწყვეტოს. პირველ რიგში აუცილებელია ტოპ გუნდებში სწორი კვების და სავარჯიშო პირობების სტანდარტების გაუმჯობესება, ასევე კარგი ტექნიკური მწვრთნელების მოყვანა. საქართველოში რამდენიმე შესანიშნავი სპეციალისტია, მაგრამ ამ ხრივ დიდი სამუშაოა გასაწევი. For the Georgian national team to be successful, we need the level of our club rugby to continue to rise as it has done in the last 4 years. So, main features would be around their nutrition and their strength and conditioning, and also their technical and tactical training as a team. So those are the things we'd like to see improve. შვიდკაცა რაგბიზეც მინდა რომ ერთი კითხვა დაგისვათ, გამოყოფილი მოთამაშეთა ბაზა რამდენად წაადგებოდა ზოგადად შვიდკაცა რაგბს და შემდეგ უკვე 15 კაცა დიდ ნაკრებს, ანუ ადამიანები რომლებიც მხოლოდ შვიდკაცა რაგბით დაკავდებოდნენ გარკვეული პერიოდის მანძილზე. Well, in other countries the Sevens program is used as a launch pad for players going into the 15s environment. სარაგბო ქვეყნებში ხშირად შვიდკაცა ნაკრები დიდ რაგბიში მოსახვედრი კარგი პლაცდარმია. შვიდკაცას პროგრამა 15 კაცას განვითარების და მზადების განუყოფელი ნაწილია. ბოლო რამდენიმე წელიწადი არც თუ სახარბიელო შედეგები გვაქვს და ეს უნდა გამოვასწოროთ. Again, it's just a matter of if we had more people who focused and concentrated on ამისთვის პირველ რიგში საჭიროა, რომ რამდენიმე ადამიანმა ფოკუსირება მთლიანად შვიდკაცაზე მოახდინოს. ასევე უნდა ჩამოყალიბდეს მორაგბეთა ერთი ბირთვი, რომელიც ნაკრების მამოძრავებელი ძალა იქნება. We'd see improvements pretty quickly. Again, that's something that we need to work through with the federation and obviously the other clubs involved. But again, we see our Sevens program as being very, very important for us. Დაუბრუნდეთ ისევ დიდ ნაკრებს. მომავალ წლებში ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მაღალი დონის გუნდებთან ტესტების თამაში იმისთვის, რომ ნაკრები განვითარდეს. მე რას ვფიქრობ, ზაფხულში თბილისის თასი ჯობია თუ სანაკრებო ტესტები და რა მნიშვნელობა იქნება მაღალი დონის გუნდებთან ნაკრების მომავალ განვითარებაში? Well, obviously, the last couple of years, Tbilisi Cup's been very important for our development program. This next 4 years going forward, we've tried to increase our. ბოლო წლებში თბილისის თასი განვითარების პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მაგრამ წელს ვეცდებით საზაფხულო ფანჯარა უფრო მაღალი დონის შეხვედრებისთვის გამოვიყენოთ. ბუნებრივია თბილისის თასი აღარ ჩატარდება. And the national team this year will be touring down to the Pacific Islands. Ველის ტურნე წყნარ ოკეანეში, სადაც ტონგას, ფიჯის და სამოას ნაკრებებს დაუპირისპირდებით. But again, the June window is the only window really where we have an opportunity to improve our test program. And it's important that ნაკრების არცერთ წევრს არ უთამაშია ამ გუნდებთან მათსავე მოედანზე და ეს ყველასთვის ახალი გამოცდილება იქნება. ურთულესი შეხვედრები გველის. Not one player I don't think here has been down to the Pacific Islands and played in the Pacific Islands. So again, that's going to be new to us all. But again, a very important part for our progression in terms of achieving our goals through to 2019. ნოემბრის ტესტებზეც რო ვისაუბროთ, ნოემბერში საქართველოს ნაკრებს მუდმივად ქონდა მაღალი დონის ტესტები. ირლანდიასაც ვეთამაშეს ჩვენ ერთი წლის წინ 2014 წელს. იგეგმება თუ არა 6 ერის გუნდებთან მომავალ წლებში სანაკრებო თამაშები? Yeah, well, it's in 2016, so in this November we'll go to Scotland and we'll play Scotland at Murrayfield, which is the very first time. წელს ნოემბერში შოტლანდიასთან მიურეიფილდზე გველის დაპირისპირება. ეს რა თქმა უნდა უდიდესი გამოწვევაა, შენ შოტლანდია პირველად გმასმენელს. ამას გარდა დანარჩენი ორი თამაშიც ტრადიციულად ძლიერ გუნდებთან გვექნება. მათი ვინაობა ალბათ უახლოეს ერთ თვეში დაზუსტდება. So that won't change. Who the opposition will be, we're just not too sure yet, obviously. We'll wait for World Rugby to confirm that in the next month or so. But again, our November program's generally always been pretty strong, and we look forward to that to continue, really. Well, I mean, no, we want to win it. I mean, we don't enter into a competition where we don't want to win. მართალია ამ ტურნირს საკვალიფიკაციო რაუნდის მნიშვნელობა მოაკლდა, რადგან 2019 წლის სოფიოს თასზე უკვე გასულები ვართ, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა მაინც გამარჯვებაა. აზრი არ აქვს ისეთ ტურნირში მონაწილეობას, რომლის მოგებასაც არ აპირებ. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბევრ ახალგაზრდას მიეცემა თავის გამოჩენის და განვითარების შანსი. შეამჩნევდი, აქამდე ვცდილობდი ერთად თასზე 1-2 ახალი მოთამაშე შემოდებოდა ხოლმე ნაკრებს და ეს ტენდენცია გაგრძელდება. So you'll see that through our Six Nations program every year, we'll look to introduce a couple of new players that may have a chance for 2019, which we also think is important for us. ნაკრების საქართველოს შტაბის შემადგენლობა ვიცით რომ ლევან ვაისაშვილი დაემატა, ამჯერად ვიკითხება
სრული შემადგენლობა რომ მოგვახსენოთ. Well, we're very lucky to have Levan on board now. As you say, he's been the most successful coach here. გაგვიმართლა რომ ლევანი ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ის საქართველოში ბოლო წლების ყველაზე წარმატებული სპეციალისტია და კარგად იცის არსებული რესურსის მაქსიმალურ შედეგს როგორ მიაღწიოს. ლევანმა ისაშვილი რომ კარგი დამატება იქნება ეს აქედანვე ჩანს. The other coaches, Michael Bradley's back from the World Cup again, obviously, and Ilya Maisashvili is Matsaradze. Sorry, დანარჩენებს რაც შეეხება მარკუს ბრედლი და ილია მაისურაძეს დაგვიბრუნდნენ. მართალია ილიას ოსლანდელებთან ერთად უცულესი 2 წელიწადი ელის წინ, მაგრამ სურს რომ დიდ ნაკრებში ახალგაზრდული მწვრთნელიც ჩვენს გვერდით იყოს. სისტემურად ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვა მხრივ მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. მუშაობას ვაგრძელებთ და ვცდილობთ მოვუმატოთ. The last couple of years with a couple of new changes, but again everybody's had experience at the World Cup apart from Levan, and our job is to just make sure that we continue to improve from the management point of view. Ტულონის მორაგბეები არ იმყოფებიან საქართველოს ნაკრების გაფართოების შემადგენლობაში რა არის ამის მიზეზი? Well, we made an agreement with Toulon through the World Cup training camps. They asked for their players back, which they can do when we were at the World Cup. Toulonთან შეთანხმება გქონდა. სოფლიოს თასის წინ შეკრებაზე მათ მორაგბეები 3 კვირით ადრე გამოუშვეს. სანაცვლოდ კი შევპირდით, რომ ერთად თასის პირველ 3 კვირაში აუნაზღაურებდით და მოთამაშეებს არ გამოვიზახებდით. ეს ორივე მხარეს გვაწყობდა. Through the World Cup training camps and obviously the other two players. სოფლიომდე სამივე მოთამაშე გჭირდებოდა. განსაკუთრებით გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე. ახლა კი ერთად თასის პირველ 3 მატჩში ვფიქრობ, რომ მათ გარაშეთ შეგვიძლია გავიდეთ ფონს. ეს ისევ და ისევ სხვა მორაგბეთა გამოცდის კარგ შანსს გვაძლევს. So that's the reason why they're not with us, and again that's an opportunity for the guys who do take their places to play well and cement a spot for themselves going forward. Thank you for it. Okay. Yeah. Madloba Quinn. Okay. 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 Thank you. Thank you. Thank you. No, that's no problem. No problem. No problem.